დღეს გადავწყვიტე სტეიქ სალათი მოვამზადო, ჩემებური ვერსია, რომელიც აბსოლუტურად ქართულ გემოებზეა აწყობილი. ტრადიციულად დავიწყებ ხორცის დამუშავებით, იმიტომ რომ აუცილებელია წინასწარ განსაზღვრო ხორცის რა და როგორი ნაჭერი გინდა, ან რა ფორმის. ამ კერძისთვის შევარჩიე ანტრიკოტი საქონლის, რომელიც ბლაუნშტაინში შევიძინე. ხორცი დამუშავებულია, მოვაყაროთ პილპილი მარილი, ჩავდოთ ვაკუუმის პაკეტში და დავუმატოთ მცირეოდენი არაჩვეულებრივი ლურპაკის გარეთ. შემდეგ მოვათავსოთ ელექტროლუქსის ვაკუუმ აპარატში, რომ ჰაერი კარგად გამოიტუმბოს, იმიტომ რომ ჭირდება უჰაერობა. გავუშვათ სუიჩი 62 გრადუსზე ზუსტად 6 საათით. სალათისთვის დაგვჭირდება ისპანახის ფოთოლი, კიტრი, ბულგარულები, მწვანე წიწაკი, ჯონჯოლი, ხახუ შეგვიძლია ნახევარსფეროებად დავჭრათ, ნიორი ცოტა ჟულიენებად, მოგრძო წვრილ გრძელ ნაჭრებად, კამა წვრილად დაჭრილი, პომიდორი, დრესინგის მოსამზადებლად დაგვჭირდება დიჟონის მდოგვი, რომელიც ევროპროდუქტში მაქვს შეძენილი, ლიმინის წვენი და კახური ზეთი. პილპილი მარილი. მარილიც ძალზედ მნიშვნელოვანია, ჰიმალაის მარილია. საერთოდ სალათაში ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი წამყვანი როლი უჭირავს დრესინგს, იმიტომ რომ აი ეს მთელი ბუკეტი გემოების უნდა შეკრას დრესინგი. ხორცი მოხარშულია, ეხლა კი შევწვათ კარაქში და ზეთში. ხორცი შემწვარია და გადავიდეთ სერვირების ნაწილზე.
სერვირების ბოლოს შემოქვს პატარა შტრიხი, ეს არის გრისინები, რომელიც თვითონ სალათას აძლევს ძალიან კარგ სიხრაშუნეს და ძალიან კარგ გემოს.